თვითმმართველობას აქვს ყველაზე ძველი ფესვები, რაც კი შეიძლება რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში არსებობდეს. ეს არის ერთგვარი დიქტატორი თავისი სამყაროში, რომელსაც რომში რესპუბლიკა გააუქმა ფაქტობრივად და გადაიყვანა. მონარქიულ სისტემაზე იმპერატორი გახდა, მაგრამ იულიუს კეისარი მიხვდა, რომ ასე მართლა არ შეიძლებოდა. ქალაქებმა მიიღეს ავტონომიური სტატუსი, მათ მართავს არჩეული ხელისუფლების ორგანო. მოქალაქეს ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა მართვაში. ქალაქებს აქვს საკუთარი ქონება და ადმინისტრირების უფლება განსახადების აკრეფის კუთხით. და მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს სასამართლო. თვითმმართველობა ცოცხალი ორგანიზმივითაა, ხო, იმიტომ რომ მოქალაქეს მისდევს. კიოლნი იბრძოდა თავისი თვითმმართველობის მოსაყრელად 80 წლიანი ომი ჰქონდა ეპისკოპოსთან. 1215 წელს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მაგნა კარტა ლიბერტალიუმ, თავისუფლების დიდი ქარტია. რომ 18 საუკუნის ბოლოს ხდება ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ახლა როგორ იქნებოდა მათ თავიანთი ცვლილი არ შეეტანათ ამ ამბავში 1799 წლის დეკემბერში იღებენ აქტს მუნიციპალიტეტების შესახებ, კომუნების შესახებ. რევოლუცია მოიტანა მეოთხე ხელისუფლების გაჩენა ადგილობრივი თვითმმართველობის სახით. შენ თუ გინდა თავი დაიცვა ავტორიტარიზმისგან, ძალაუფლება უნდა დანაწილდეს არა მარტო ჰორიზონტალურად, არამედ